თელმა ქალაქმა კი არა, მარტო თელმა ქვეყანამ ჩვენი პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე გააცილეს ზეციური იერუსალიმის გზაზე. ოღონდ იყო განსხვავება. აი ამ იერუსალიმში დიდებით შესვლისას ამდენი ხალხი მიეგება, ასე შეხვდნენ, ასე გააცილეს და ამის შემდეგ ამ ხალხმა იესო ჯვარს აცვა. და ჩვენი პატრიარქის შემთხვევაში იყო პირიქით. ჩვენმა პატრიარქმა თავის მოღვაწეობას უწოდა მზიანი ღამე. ძალიან ძიმე პირობებში უხდებოდა ჩვენს პატრიარქს მოღვაწეობა. ძალიან რთული პერიოდი გამოიარა და მიუხედავად ამისა მაინც ეს ღამე იყო მზიანი ღამე. და განსაკუთრებით ეს პირველი 40 წელიწადი თავისი მოღვაწეობის ეს იყო აი სწორედ ის ტრიუმფი ცვლა იერუსალიმში, ზეციურ იერუსალიმში, როდესაც თანდათანობით იზრდებოდა მისი ავტორიტეტი. რაც შეეხება ბოლო 10 წელიწადს, აი ეს იყო ნამდვილი ჯვარცმის გზა, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანებს გვაქვს მეხსიერება. და ჩვენ ყველას გვახსოვს რა არანორმალური, რა ჯოჯოხეთური ცილისწამება გამოიარა ჩვენმა პატრიარქმა. აი ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში. ენა რო ვერ უტყვის, აი რა არ მოიგონეს და რა არ დააბრალეს, ესე იგი პატრიარქს. ისეთი ცილისწამება, რომელიც უბრალოდ ადამიანის გონებისთვის არის მიუწვდომელი, აი როგორ შეიძლებოდა რომ ეს ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ეს ადამიანებმა არ დაიჯერეს. მიუხედავად ამ დიდი ზეწოლისა, მიუხედავად ამ ზემოქმედებისა, მაგრამ მიზანი ამ ცილისწამების იყო პატრიარქის ნაადრევი სიკვდილი. და მინდა გითხრათ, რომ ეს მიზანი მიღწეულია, იმიტომ რომ ეს რო არ ყოფილიყო, მე დარწმუნებული ვარ, რომ პატრიარქი კიდევ დიდხანს იცოცხლება. ჩვენ ლოცულობდით, რომ მასთან ერთად შევხედროდით მისი აღსაყდრების 50 წლის იუბილეს და სულ რამდენიმე თვე გაგვახვდა. რომ მასთან ერთად ყოფილიყავით ამ დღეს. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მასთან ერთად ვართ. მასთან ერთად ვართ ნამდვილად და მე მინდა დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მოგილოცოთ თქვენ, მაგრამ განსაკუთრებულად მიულოცო ჩვენს კათოლიკოს პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, რომელიც ჩემი ღრმარწმენით და დარწმუნებული ვარ თქვენი ყველასი ღრმარწმენით, მთელი ქვეყნის რწმენით დღეს სწორედ ზეციურ იერუსალიმში იმყოფება. ვერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.